თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ამრას თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი პროექტი საუბრები აფხაზეთზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აფხაზეთის პრობლემატიკაზე უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორიდან მოწვეულმა სტუმრებმა, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებმა. სპეციალური სტუმრის სტატუსით ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მწერალი გურამ ოდიშარია, კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი და ავღანელი რეჟისორი სადიკ ბარმაკი. ტრაგედია ჩვენი, რომ 20 წლის ბავშვებს იგივე ფიქრი, იგივე ამ ემოციების გულში გატარება უწევთ აფხაზეთთან დაკავშირებით და ეს პრობლემა არადა არ გვარდება. არის მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან, არის საუბარი და მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, მე არა ვარ პოლიტიკოსი, ამიტომ იმ ადამიანური ურთიერთობებით, ადამიანური საუბრით ჩვენ ვცდილობთ ადამიანები დავიყოლიოთ და გადავწყვეტოთ ისეთი საქმეები, რომელიც არის ერთი მხარისთვის და მეორე მხარისთვის საუკეთესო. ჩვენ ვართ აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, რომლებსაც გვტკივა, რომლებსაც გვაწუხებს ის პრობლემები, რაც რეალურად დღეს ჩვენ თაობაში არის და არსებობს. ეს პრობლემები კი არის ერთმანეთთან ურთიერთობა. ვცდილობთ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, ჩვენი მესიჯი იმ ახალგაზრდების მხარეს, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც იგივე ჩვენსავით ტკივილით არიან გაზრდილი. როგორც ორგანიზაცია ამრას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დაჩი ახვლედიანმა აღნიშნა, მსგავსი პროექტები ემსახურება სწორი ინფორმაციის მიწოდებას აფხაზებისა და ქართველებისათვის. შეხვედრა ემსახურება ზოგადად ჩვენ თაობაში ამ თემის პოპულარიზაციას და პოპულარიზაციას სწორი მიმართულებით. ეს იყო დიდი ბომბი, რომელიც ჩვენ თვითონვე ავაფეთქეთ ორმა მოძმე ეთნოსმა და რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით ორივე მხარე და ჩვენ თაობაში უნდა წამოვიდეს კეთილი ნება იმისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად შევხედოთ ამ საკითხს და არ გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც წარსულში მოხდა და ჩვენ ვართ თაობა, რომლებსაც ერთმანეთისთვის არ გვისვრია, აქედან გამომდინარე, რომ თქვა მეტი შანსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები დათბეს და ადამიანური ურთიერთობები აღდეს.